ბორჯომის რაიონის სოფლების ტაძრისის, წაღვერისა და ჭობისხევის მოსახლეობის მიერ ბორჯომის გამგეობის წინ გამართული აქციის შემდეგ დემონსტრანტებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდნენ. წლების განმავლობაში ბორჯომის მოსახლეობა ტყის უკანონო ჭრას ყოველგვარი აკრძალვების გარეშე ახორციელებდა. 2 თვის წინ კონტროლი ამ კუთხით გამკაცრდა, რამაც მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს საპილოტო პროგრამის დეტალები გააცნეს, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს ხე-ტყის მოპოვება კანონის ფარგლებში გამარტივებული რეგულაციებით განახორციელონ. წლების განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა უკანონო ხისჭრა. ადგილობრივი თვითმმართველობა იყო ინერტული ამ საკითხთან დაკავშირებით. ბოლო 2 თვის განმავლობაში გამკაცრდა გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ ამ საკითხებზე რეგულირებები. იყო წინააღმდეგობები მოსახლეობისგან. შეხვდით მოსახლეობას დაუხსენით, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული უკანონო ხისჭრა. ხე არ შეიძლება რომ თავისუფლად და ისე ყოველგვარი ნებართვის გარეშე მოეხმარონ. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრეთ და მე მგონი რომ დღევანდელი შეხვედრა დამთავრდა ძალიან პოზიტიურად. მე ხემოუჭერ კუთხეზე ხო? კრიმინალი ხო? უნდა მოხდეს ლეგალიზაცია უნდა მოხდეს. დაიშვას ფონდი შეშაზე ჯაინები სადაც ის პირას ხდებიან ფულს საიდან მოხდეს?